მოგესალმებით. დღეს მოგიტანეთ განსხვავებული სამარხო კატლეტები, თუმცა შინაურულზე არის სხვა სამარხო კატლეტების რეცეპტებიც სპეციალურ ალბომში სამარხვო. მას ასე, პირველ რიგში მოვხარშოთ ერთი ჭიქა წიწიპურა და გავწუროთ და გავატაროთ ხორცსაკებ მანქანაში. შემდეგ კი გავატაროთ 2 ნაჭერი წყალში ჩამბალი გაწურული პური. აქვე გავატაროთ 1 დიდი ხახვი და 2 კბილი ნიორიც. და მწვანილიც, ეს არის უხრახუში და ცოტა ქინძი. შემდეგ ჯამში ჩავამატოთ 1 მოზრდილი გახეხილი სტაფილო, ასევე გაწურული და გაწურული გახეხილი კარტოფილი, 3 სუფრის კოზი წყალში წინასწარ ჩამბალი ჰერკულესი, ანუ შვრიის ფანტელი. შემდეგ დავამატოთ სანელებლები, ეს არის დაფქული ქინძი, უცხო სუნდელი, შავი პილპილი, ცოტა დაღერღილი წიწაკა და ბულგარული საჯიკა ზეთით, რომლის რეცეპტიც ასევე არის შინაურულის არხზე. დავამატოთ მარილი გემოვნებით და კარგად ამოვურიოთ. შემდეგ კი დავაყრით 3 სუფრის კოს ქვილს და ისევ კარგად ავურებთ. და შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ კატლეტების ფორმირება, რომელიც ამოვავლოთ საფანელში ან ქვილში და შევწვათ ორივე მხარეს შეწითლებამდე ბლომად ზეთში. ეს კატლეტები მართლაც ძალიან გემრიელია, ამიტომ აუცილებლად მოამზადეთ და აგემოვნეთ და ეს რეცეპტი აუცილებლად გაუზიარეთ თქვენს მომარხულე მეგობრებს და ნათესავებს. განსაკუთრებით ეს კატლეტი გემრიელია ასე, თხელ ლავაშზე ჯერ მოვათავსოთ კეჩუპი, რომლის რეცეპტიც ასევე შინაურულზეა. შემდეგ სამარხო მაიონეზი, ასევე მისი რეცეპტი არის შინაურულზე. დავადოთ სალათის ფოთოლი ან კომბოსტო. მოვაყაროთ ხახვი და დავადოთ ჩვენი კატლეტი და გადავახვიოთ და გემრიელად მივირთვათ. ეს ძალიან გემრიელი სამარხო კატლეტი ბოსტნეულისა და ბურღულეულის ძალიან მოეწონებათ როგორც დიდებს, ისე პატარებსაც. შინაურულზე არის უამრავი სამარხო რეცეპტი სპეციალურ ალბომში სამარხო. დღეს ამით გემშვიდობებით, არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ შინაურული, რომ ნახოთ ყველა მარტივი რეცეპტი. მადლობა რომ გვიყურეთ, მომავალ მარტივ რეცეპტამდე.